არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე სულის ფარულის ნეულებანი. როგორ შეიძლება ვცდებოდეთ იმაზე ფიქრისას, რომ ჭეშმარიტად გვიყვარს ღმერთი. ხშირად ისე ხდება, რომ კაცს, რომელმაც ირწმუნა და კეთილსახურებითი ცხოვრება დაიწყო, ოღონდ ჯერაც გამოიძია თავისი ღრმა, ცოდვითი დაზიანება საკუთარ თავზე, ისეთი წარმოდგენა ექნება, რომ მთელი სულით უყვარს ღმერთი. იგი იწყებს თავის თავში ამ სიყვარულის ნიშნების ძიებას, მთელი მონდომებით ცდილობს გულში ამ გრძნობის გაღვივებას. ხელოვნურად გამოხატავს მას, თანაც ისეც, როგორიც თავად წარმოუდგენია. ზოგჯერ ეშმაკი იმდენად ოსტატურად უმალავს კაცს მისი სულის ვნებით მიდრეკილებებს, შინაგან სნეულებებს, რომ ამ უკანასკნელს თავი ქახალდის ქათქათა ფურცელივით სუფთა გონია. იწყებს ლამაზი ფიქრებით ხატვის ან ნაირგვარი ბრჭყალებში სულიერი განცდებისა, რომელთაც სინამდვილეში მისი გული არ იცნობს და ჯერაც ერთობ შორს არის მისგან. ასეთ შემთხვევაში მას ძალზე იოლად შეიძლება ჩამოუყალიბდეს დაბეჭდილება, რომ მართლა მთელი სულით და გულით უყვარს ღმერთი. სულს მხოლოდ მას ემსახუროს და რომ მხოლოდ მისით არსებობს. მაგრამ სინამდვილეში ასეთი რამ საერთოდ არ ხდება. ვთქვათ, მორწმუნეს გაუჩნდა ერთგვარი ლოცვითი გულმოდგინება, მისი გონება რამდენადმე დაინტერესდა წმინდა წერილისა და წმინდა მამათა ნაწერების კითხვით. გულსა შეიტკბო რომელიღაც აზრი სულიერების სფეროდან და ასე შემდეგ. მაგრამ ხომ ყველას უგზნია ისეთი გამონათებანი მიუღია ნუგეშინისცემა ღვთისგან? თუ ამასთან ერთად კაცი ვერ ხედავს საკუთარი სულის ბნელ მხარეს, ცოდვის უფსკულს თავის თავში ის ყურადღება სრულად მიაპყრობს ამ მცირე ღია ფერის ლაქებს და იოლად დაიჯერებს, მაშინ ყველაფერი ნათლით არის შემოსილი. წმინდა მამათა ყველა შეგონებიდან, ღირს მამათა ცხოვრებიდან და მართლმადიდებელი ეკლესიის მთელი სწავლებიდან ნათლად ჩანს, რომ სასტიკი ბრძოლის გარეშე არავის მიუღწევია ჭეშმარიტად ნათელი მდგომარეობისათვის. რა თქმა უნდა, ენა არავის მოუბრუნდება თქვას, მე ღმერთი არ მიყვარს. მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ხშირად ასეა. იმდენად საშინელი არ არის ამას რომ დავინახავთ ჩვენში, რის შემდეგაც ამ სიყვარულისგან მიმავალ გზებს ვეძებთ. როგორი საშინელიცაა ფიქრი იმაზე, რომ უკვე გვიყვარს ღმერთი. აქ იმალება სიყვარული უფრო საკუთარი თავისადმი და არა ღვთისადმი. შეიძლება ჩამოგვიყალიბდეს ცრუ შეხედულება ჩვენს თავზე, მისგან შევიქმნათ ერთგვარი კერპი და წარმოვიდგინოთ, რომ ვართ მოშირნეობით ანთებულნი, ღვთის მხურვალედ მოყვარულნი, რომ გძულს ეს ბოროტი სოფელი და მხოლოდ ზეციური სასუფეველი წყურია. როცა საკუთარ თავს გონების მიერად ამ სათნოებით შევამკობთ და ამდაგვარად შევიყვარებთ მას, მაშინ ფარულად ხოტბის შესხმას ვიწყებთ ამ ჩვენი კერპის მიმართ. ყველაფერს, რასაც თითქოს ღვთისათვის ღვთის სიყვარულით ვიქვთ, სინამდვილეში ჩვენს თავზე დიდი წარმოდგენის დასაკმაყოფილებლად ვაკეთებთ. ჩვენი ყოველი მოღვაწეობით ეს კერპი იზრდება, იმკობა, დიდებით იმოსება ჩვენში და ამასობაში გვიმტკიცდება აზრი ბრჭყალებში მე ღვთის ჭეშმარიტად მოყვარული მოშურნე ქრისტიანი ვარ, სად ვარ ღვთისათვის ყველაფერი ვაკეთო და ასე შემდეგ. საკუთარ თავზე ამგვარ შეხედულებამ შეიძლება კაცს უჩვეულოდ შეასხას ფრთების სხვადასხვა ღვაწლისა და გარეგანი სათნოებების აღსასრულებლად. როდესაც გულის ასეთ თვითკმაყოფილების განწყობას დაინახავს ეშმაკი, აღარ აცთუნებს და აღარ შეაწუხებს კაცს, ჩამოაშორებს ყველაფერს, რაც კი უღვივებს ვნებებს, რათა უფრო მეტად განუმტკიცოს მას გულისმიერი თვითკმაყოფილების განწყობა, ასე რომ კაცი საერთოდ ვეღარ ამჩნევს რაიმე სერიოზულ ცოდვით მიდრეკილებებს თავის თავში და მასში ხიბლიც უფრო იოლად იკიდებს ფეხს. ასეთი ადამიანი თავის უმნიშვნელო შეწოდებებს მოშურნეობით აღმოფხრის და გონია, რომ სწორედ ეს არის მისი სულიერი ბრძოლა. მაგრამ ზუსტად ამას ქვია ცომი ფარისეველთა, რომელიც დასწურნავს ბურნაკსა, ხოლო აკლემსა თან დგავს. მათე სახარების 23:24. სინამდვილეში, სანამ მორწმუნეში დაინერგება ღვთისადმი
ჭეშმარიტი მოშურნეობა და სიყვარული მას წინ უძღვებს გრძელი და მწუხარებით სავსე გზა. ხშირად მოუხდება გულისმიერი უგრძნობელობისა და სისასტიკის უდაბნოს ქვებზე გავლა, თავისი ვნებების, უწმიდური გულის სიტყვების სიბილწის ცივ ბინძურ წყალში ჩაფლობა. რა უგუნურ, სატანურ, უაზრო მიდრეკილებებს სურვილებს აღარ დაინახავს. ეს კაცი თავის გონებაში, გულში, მთლიანად შინაგან ძალებში. რამდენჯერ მიეცემა მოწყინებას, აღმოაჩენს, რომ ყველაზე უვარგისია, საერთოდ არ ძალუც სიკეთის ქნა, თითქმის მტერია ღვთისა. რამდენჯერ დაინახავს თავის თავში, რომ ძალიანაა მიჯაჭვული მიწას. ყველაზე ხორცის მიერს თავის თავში თვით ეშმაკისეულ საქმეთა მიმართ სიმპათიასა და თანაგრძნობასაც კი აღმოაჩენს. რამდენჯერ შეწუნდება საკუთარ თავზე, ატირდება, შეევედრება უფალს და ეცემა და აღგება, სანამ ღვთის წყალობით არ დაიწყება მისგან ცოდვის ამ ჯაჭვების აყრა. არადა ეს არის ქრისტიანი განახლებული წმინდა ნათლისღებით, რითაც მასში იკურნება დაცემული ბუნების ყველა სნეულება, ხდება აღდგინება ღვთის ხატებისა და მსგავსებისა. კაცში კვიდრდება სულიწმინდა, ისპობა თვისებათა დაზიანება და ასე შემდეგ. ეს ასეა, მაგრამ ნათლისღებით მიღებული მადლმოსილება საჭიროებს დაცვას, რასაც სახარებისეული მცნებებით ცხოვრება შეაძლებინებს კაცს. ჩვენ კი ნათლისღებით მეორედ შობილნი კვლავ ვიკლავთ თავს ხორციელი და ცოდვითი ცხოვრებით, მიწიერი სიამეებისა და შენაძენის გულისთვის ცხოვრებით. ნათლისღების მადლი კი უმოქმედოდ რჩება, როგორც ღრუბლებით დაფარული ნათელი მზე და მიწაში ჩაფლული ძვირფასი ტალანტი. ამგვარად, ქრისტიანი უმალ და იოლად ვერ პოვებს ღვთის ჭეშმარიტ სიყვარულს. აირას ამბობს ამის შესახებ მღვდელმთავარი ეგნატე. ძალზე ხშირად შევუდგებით ხოლმე ღვთის მსახურებას ისეთი საშუალებით, რაც სამღვთო განჩინებას ეწინააღმდეგება და ღვთის მიერაა აკრძალული. რასაც ჩვენი სულებისთვის მოაქვს არა სარგებელი, არამედ ზიანი. მაგალითად, ზოგიერთნი წაიკითხავენ რა წმინდა წერილსა, რომ სიყვარული არის სათნოებათაგან ყველაზე აღმატებული, რომ ის თავად ღმერთია, ძალისხმევით ცდილობენ მაშინვე გააღრმავონ თავიანთ გულში სიყვარულის გრძნობა. მისით გააჯერონ თავიანთი ლოცვები, ღმერთზე ფიქრის და ყველა ქმედებაც უფალი პირს იბრუნებს ასეთი უწმიდორის ხვეპლისაგან. ის კაცისგან ითხოვს ჭეშმარიტ სულიერ და წმინდა სიყვარულს და არა ხორციელ ამპარტავნებითა და ტკბობის მოყვარეობით შებილწულ განცდას, რაც მეოცნებობის ნაყოფია. ღვთის სიყვარული შესაძლებელია მხოლოდ განწმენდილი და სამღვთო მადლით განათლებული გულით. ღვთისადმი სიყვარული არის ნიჭი ღვთისა. იგი სულიწმიდის მოქმედებით იღვრება უფლის ჭეშმარიტ მონათა სულებში. ხოლო ის სიყვარული, რომელიც ჩვენი ბუნების ერთ-ერთი თვისებაა, ცოდვითაა დაზიანებული, რაც მოიცავს მთელ კაცს და მოდგმას, თითოეულ ადამიანს, მის ყველა თვისებას. ღვთის მიმართ სიყვარულის გრძნობის გაღრმავებისკენ ნაადრევი სწრაფვა უკვე არის თვითსთუნება. იგი მყისვე ჩამოაშორებს კაცს ღმრთის სწორი მსახურებიდან. მყისვე ჩააგდებს სხვადასხვა ცდომილებაში, რაც დამთავრდება სულის დაზიანებით და წარწმედით. ძველი აღთქმა მოგვითხრობს საშინელ სასჯელზე, რაც ეწიათ ნადაბსა და აბიუდს, აარონის ორ ძეს, ისრაელიტელი ერის მღვდელმსახურებს. ლევიტელთა წიგნში ნათქვამია, რომ მათ აიღეს თავიანთი სასეცխლურები და დადვეს მათ ზედა ცეცხლი და დაასხეს საკმეველი და მიიღეს ცეცხლი უცხო წინაშე ღვთისა, რომელი არა უბრძანა მათ ღმერთმან. ისრაელიტელებს შეუძლიათ ღვთისმსახურებისათვის გამოეყენებინათ მხოლოდ განწმენდილი ცეცხლი, რომელიც ინახებოდა კარავსამას საწამებელისასა და გამოხდა ცეცხლი ღვთისა მიერ და შეწვნა იგინი და მოსწეს წინაშე ღვთისა. ლევიტელთა 10:1-2. ისრაელიტელთა მღვდელმთავრის საცეცხლურში უცხო ცეცხლი გამოხატავს სიყვარულს ჩვენი დაცემული ბუნებისა, რომელიც ყველა თვისებით ღვთისაგან გაუცხოებული შეიქმნა. კადნიერი მღვდელმსახურის დასჯა გამოხატავს მოგვდინებას ჩვენი სულისა, რომელმაც უგუნურად და დანაშაულებრივად
შესწირა ღმერთს მსხვერპლად თავისი უწმინდური წადილი. ასეთ სულს შემოსრავს სიკვდილი, წარწმენს თავისი თვითწუნება და ვნებების ალი. ხოლო წმინდა ცეცხლი ერთადერთი, რომელსაც იყენებენ ღვთისმსახურებაში პირიქით, აღნიშნავს მადლმოსილ სიყვარულს. ცეცხლი ღვთისმსახურებისთვის აიღება არა დაცემული ბუნებიდან, არამედ ღვთის კარავიდან. ცოდვითი ცხოვრების შენანება, ნეფსით და უნებლიეთ ცოდვების გამო წუხილი, ცოდვით ჩვევებთან ბრძოლა, ძალისხმევა მათ დასაძლევად და მათ მიერ ძალადური ძლევის გამო წუხარება, საკუთარი თავის იძულება, სახარებისეული ყველა მცნების აღსასრულებლად, აი ჩვენი ხვედრი გვმართებს მიტევება გამოვითხოვოთ ღვთისაგან. შეურიგდეთ მას ერთგულებით, წარხოცოთ ჩვენი ორგულობა, ცოდვასთან მეგობრობა შევცვალოთ მისდამი სიძულვილით. შერიგებულთათვის დამახასიათებელია წმინდა სიყვარული. სიყვარულის განცდა, რასაც არაბუნებრივად და ამპარტავნულად მიიწერს ნიადაგ ცოდვებში ჭაფლული კაცი, სხვა არაფერია თუ არა მხოლოდ გრძნობათა ცრუ იძულებითი თამაში, მეოცნებობისა და თავდაჯერებულობის ბუნდოვანი ქმნილება. ყოველი რომელი ცოდვიდეს მას არა უხილავს იგი, ღმერთი არცა იცი იგი. 1 იოანეს 3:6 მუხლი. რომელიც სიყვარულია. მონაზონთა დიდი მოძღვარი ისაკ ასური წერს, ყოლარძენ უფალს ნებავს, რომ სულიერი პური ოფლის ღვრით ვიხმოთ. მან ეს დაადგინა არა ბოროტის რახვით, არამედ იმიტომ, რომ საზდელის მოუნელებლობის გამო არ დავიხოცოთ. თითოეული სათნოება არის დედა შემდგომისა. თუ სათნოებათა მშობელ დედას მიატოვებ, არ მოიხვეჭ და მის ასულ საძებნელად გაეშურები, მაშინ ეს სათნოებანი სულისთვის გახდებიან იქედნენი, რომელთაც თუ არა განაგდებ, მალე მოკვდები. სულიერი აზროვნება ბუნებრივად მოყვება სათნოებით საქმეს, ორივეს კი წინ უსწრებს შიში და სიყვარული. სიყვარულზე უწინარეს კი ისევე შიშია, ვინც ურცხვად ამტკიცებს, რომ შეიძლება მომდევნოს შეძენა წინ სწრებში გაუწვთნელად, მან უეჭველად პირველი ლოდი ჩაადო თავისი სულის დაღუპვის საძირკველში. უფალმა დაადგინა ასეთი გზა, უკანასკნელი იშვება პირველისაგან. ყველა ამბობს, რომ სურს ღმერთი უყვარდეს. ამას ამბობენ არაოდენ ქრისტიანები, არამედ ისინიც, ვინც ღმერთს არასწორად სცემს თაყვანს. ეს სიტყვები ჩვეულებრივია ყველასათვის, მაგრამ მათი საუბარი მხოლოდ ენის მოძრაობა, სული კი ნათქვამს საერთოდ ვერ შეიგრძნობს. ბევრმა სნეულმა ისიც არ იცის, რომ ავად არის, ბოროტება არის სულის სენი, ხოლო ხიბლი ჭეშმარიტების დაკარგვა. ძალზე ბევრნი ამ სნეულებით დაავადებულნი საჯაროდ აცხადებენ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ და ამისთვის მრავალი აქებს კიდეც მათ. თუ სული არ განიკურნება ბოროტისაგან და არ შეიძენს თავდაპირველ ბუნებრივ სიჯანსაღეს, თუ სულიწმინდით არ აღუდგება სიჯანსაღე, მაშინ შეუძლებელია კაცმა მოისურვოს სულიწმინდისათვის დამახასიათებელი რამე ზებუნებრივი, სანამ მისი სული ვნებებით არის დასნეულებული. იგი ვერ შეიგრძნობს სულიერს და ვერც ინატრებს მას. მას ასეთი სურვილი უჩნდება მხოლოდ წმინდა წერილის მოსმენის ან კითხვისას. როცა კაცი ღირს იქმნება შეიგრძნოს რაიმე სულიერი, ანუ ღვთისმიერი, მაშინ გაიგებს, რომ ყველა მისი სულიერი განცდა თვითწუნებასთან არის შერწყმული და არაფრად ღირს. აღთქმულ მიწამდე მოსასვლელად უდაბნოს გავლა არის საჭირო. როდესაც მას ვსერავთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს უდაბნოა და არა აღთქმული მიწა, რათა უდაბნოს რომელიმე ოაზისი არ მოგვეჩვენოს უხმდიდარ ბუნებად აღთქმული მიწისა და ამ მიზეზით არ დავკარგოთ იგი. სიყვარულის სრულყოფილება არის ღმერთთან შეერთება. სიყვარულში წინსვლას განუყრელად ახლავს აღუწერელი სულიერი ნუგეში, ტკბობა და ნათელი. მაგრამ მოღვაწეობის დასაწყისში სიყვარულის მოწაფემ უნდა გაუძლოს სასტიკ ბრძოლას საკუთარ თავთან, თავის ღრმად დაზიანებული ბუნებასთან. ბოროტება, რომელმაც ცოდვით დაცემის შემდეგ ფესვი გაიდგა კაცობრიվ ბუნებაში, ამ ბუნებისთვისვე გახდა რჯული, რომელიც ებრძვის და ეწინააღმდეგება საღვთო რჯულს, წმინდა სიყვარულის რჯულს. ბევრმა მოღვაწემ, რომელთაც ბუნებითი სიყვარული საღვთო სიყვარულად მიიჩნია, განეხურვა სისხლი და აღეგზნო მეოცნებობა,
აგზნებული მდგომარეობა ძალზე ხშირად გაშმაგებაში გადადის. განხურვებასა და გაშმაგებაში მყოფთაგან ბევრმა თავი მადლითა და სიწმიდით ახსილად ჩათვალა, არადა ის საწოდავები თვითსტუნების მსხვერპლნი იყვნენ. საღვთო მოშურნეობა ცეცხლია, მაგრამ არა სისხლის განმახურვებელი. ის სისხლში აქრობს სიმხურვალეს და ამშვიდებს მას. ხორციელი მოშურნეობას მუდამ ახლავს სისხლის განხურვება, გულის სიტყვათა ოცნებათა უხვად მოძალება. არის სისხლისმიერი აღძვრა, რაც გამოუცდელთ კეთილსულიერ ქმედებად ეჩვენებათ, მაგრამ ის არც კეთილია და არც სულიერი. იგი ჩვენი დაცემული ბუნებიდან მოდის და ამოიცნობა იმით, რომ აჩქარებულია და ცვალებადი. არ ღვევს მშვიდობას ჩვენში და ჩვენს ახლობლებში. სულიერი ქმედება იბადება სიმშვიდიდან და თავადაც ბადებს მშვიდობას. ყურადღებას მიაპყროს შენს წყარებში წყლებს, შენი გულის გრძნობებს, რათა ისინი მიედინებოდნენ მშვიდად, ისე როგორც წინასწარმეტყველმა თქვას სილოამის წყლებზე. წყალი სილოამისა მავალი მყუდროთ. ესაიას 2:6. გრძნობათა ყოველი განხურვება არის სისხლისმიერი, არ მიიჩნიო იგი კეთილმსახურებით, გულმოდგინებად და მოშურნეობად, ღვთის და მოყვასისადმი სიყვარულად. არა, სულისა მოძრაობის გამომწვევია ნერვები და სისხლი, ხოლო სისხლის მოძრაობას აჩქარებს სულიერი ვნებები, რაც ამას სოფლის მყრობელის საჭირველი და ბორკილებია, მისი სკიპტრა და სამეფო სფეროა. შეინარჩუნე ღრმა სიმშვიდე და უარყავ-ყოველივე მისი დარღვეული როგორც ცთარი, თუნდაც გარეგნულად სწორი და მართალი ჩანდეს. ვისაც სურს ღვთის სამსახურს შეუდგეს, უნდა იხევძღვანელოს ღვთისადმი შიშით. შიში განწმენს კაცსა, განამზადებს სიყვარულისათვის. ჩვენ მონები ვართ ამისთვის, რომ რჯულიერად გავხდეთ შვილები, სინანულით განწმენდის ხარესხის მიხედვით. შევიგრძნოთ ღვთის თანამყოფობას, იქიდან კი ჩდება წმინდა განცდა შიშისა. თუ გსურს ღვთისადმი სიყვარული მოვიპოვოთ, უნდა შევიყვაროთ სახარებისეული მცნებები. გავყიდოთ ჩვენი გულისთქმები და ვნებითი მიდრეკილებანი, საკუთარი თავის უარყოფის ფასად შევიძინოთ დაბა ჩვენი გული, რომელიც ამ გარიგების გარეშე ჩვენ საკუთრება ვერ გახდება. დავამუშაოთ იგი მცნებებით და ვიპოვით მასში დამალულ ზეციურ საგანძურს, სიყვარულს.